მისი ბრალია გაძვირებული ფასები პროდუქტებზე ამ კითხვას საპარლამენტო კომისიამ კონკრეტული პასუხი ვერც სამთვიანი მუშაობის შემდეგ გასცა. კობახიძის მიერ ფასებთან ბრძოლის გამოცხადების შემდეგ შექმნილი კომისია ჯერ პასუხისმგებლობას ბიზნესს აკისრებდა და ამტკიცებდა, რომ პროდუქტები კომპანიების ჭარბი მოგების ხარჯზე იყო ძვირი მუშაობის შეჯამების შემდეგ კი მილიონერმა დეპუტატებმა საპირისპირო თქვეს. დასკვნას ოცნების მოკავშირე ხალხის ძალის წევრებიც აკრიტიკებენ. ოპოზიციის შეფასებით კი კომისიის მუშაობის პერიოდში სრულიად სხვა შედეგი იყო ჩაფიქრებული, საბოლოოდ კი მთავარ მათხვარად კობახიძე გამოაცხადეს. საქართველოს დიდ ქალაქებში ტაქსის მძღოლების ნაწილი გაიფიცა. მათ დილიდან გათიშეს აპლიკაციები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. მძღოლების საპროტესტო აქციას სამ ქალაქში მართავენ. კაფიცულების თქმით, საწვავის ფასის ზრდა მნიშვნელოვნად შეამცირა მათი შემოსავალი. მძღოლები კომპანიისგან ითხოვენ ტაქსის ტარიფების საკომისიო შემცირდეს და მგზავრობის ტარიფები გაიზარდოს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რომან ქარცივაძე სუსში სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორად გადაიყვანეს. ქარცივაძე უწყების თანამშრომლებს სუსის ახალმა უფროსმა გეკა გელაძემ დღეს წარუდგინა. სუსში გადმოიყვანეს მარიამ ტაბატაძეც, რომელიც ისევ გელაძის მოადგილე იქნება. უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ რუსეთის ქალაქ ტუაფსეში ძლიერი დაკვამლიანებაა. ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად კვამლი ქალაქის დიდ ნაწილს მოედო. ბოლო 2 კვირის განმავლობაში უკრაინამ ტუაფსეს სამრეწველო ობიექტები მეოთხედ დაბომბა.